გეთოთ. ფულის მოპარვა დედაჩემისგან. იმაზე რთულია ვიდრე მეგონა. მე არასდროს მომიპარავს ფული და იცოდეთ, ჩვეულებს არასდროს არ უნდა მხოლოდ ჩელენჯს ვაკეთებ და მთელ ფულს დავაბრუნებთ უკან. ეს უბრალოდ თამაშია, რომელიც ჩვენ თვითონ მოვამზადეთ. სინამდვილეში კი არასდროს არაფერი არ უნდა მოიპაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში წახვალთ და მერე ყველა თამაში დასრულდება. დედისგან ფულის მოპარვა ძალიან რთული რამეა. მე მჭირდება ახალი ტაქტიკა. ადრე ნინძასავით ვიქცეოდი და რომ არა ბოგდანი, წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი. იქნებ ახლა უბრალოდ ნინძა ვიყო და მისი ჩანთიდან ფული ჩუმად ამოვიღო. ჰო, ნინძები მართავენ სამყაროს. და გავფრინდი როგორც ნინძა. რატომ დავთანხმდი ამას? თუ ტანიამ დამწვა, ისმე აუცილებლად მომკლავს, ვერ გადაურჩები. რა სისულელეა დედაჩემს მოპარო რაღაც ჩელენჯისთვის. ხო, თუმცა ჩვენ მას ამ ფულს დავებრუნებთ. მეგობრებო, თქვენ არასოდეს არ უნდა მოიპაროთ. ეს ძალიან ცუდია. რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ხოლო ჩელენჯია. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებდით. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ რაიმე კარგი სტრატეგია. ხრიკს გამოვიყენებ. მე მოვატყუებ ტანიას, რომ მისგან $100 მჭირდება. ბავშვებს ვეტყვი, რომ გავიმარჯვე და ფული მოვიპარე. შემდეგ კი ტანიას ვალს დავუბრუნებ. ვერავინ არასდროს გაიგებს. ბოგდან, შენ გენიოსი ხარ. ყველაც ო, ტანია, გამარჯობა. ჰეი, რა გინდა? მინდოდა მე თქვა როგორ მიყვარხარ და მინდა რომ ჩაგეხუტო. მოდი აქ. რას აკეთებ? გეხუტები. რა გიჭირავს? მე არაფერი მიჭირავს, რა გაფიქრებ? რა გინდა? რას აკეთებ? გეხუტები. რა გიჭირავს? მე არაფერი მიჭირავს, რა გაფიქრებინებს ამას? ბოგდან, პირველ რიგში ჯერ გამიშვი. მეორეც, მომეცი ფული, რომელიც მომპარე ახლავე. ანია, ბოდიში, ეს გამოწვევა. გთხო! მომეცი ფული და წადი კუთხეში. ანია, მაგრამ მე დიდი ბიჭი ვარ. გეცოდინება, რომ დედასგან ფული არ უნდა მოიპარო. წადი კუთხეში. ო, ბავშვებო, აქ რას აკეთებთ? შენამდე გამოგვიჭირეს. გაიციეთ. რას აკეთებ? კარგი რა, ბოგდან. მე არასდროს არ ყოფილვარ ასეთ კუთხეში. არც მე. იქნებ ჩუმად იყოთ, ეს ჩემთვისაა უფრო ცუდი. ბოდიში. დედა, აქ ხარ, მე მეგონა იქ იყავი. რაღაც საქმე მქონდა. ანდა არაფერი. კარგი, მოგვიანებით დავბრუნდები. აიცადე. რა იყო, გინდოდა რამე? მე არა და შენ ქურდობა გინდოდა, ხო? ქურდობა? მე არასდროს არ ვიპარავ ჩემს ცხოვრებაში. ის იტყუება. ასაკეთეთ ბავშვებო, მან. ჩვენ ყველა დავიწვით და მგონი შენს დაიწვი. აჰა, მე ჩუმად ვარ. იყავი გულწრფელი ჩემთან. გინდოდა ფულის მოპარვა შენი სტუდენტური ჩელენჯისთვის? კი, სიმართლეა, მინდოდა მოპარვა. წადი კუთხეში. აქ როგორ დავდგე? ისევე როგორც მე. მიდი, ისინი ჩივნიდინგს აკეთებენ. მოიცადე, გაჩერდი, ამიერიდან გეცოდინება, რომ მშობლებს არ უნდა მოპარო და თქვენ ბავშვებო, ეს უნდა იცოდეთ, თუნდაც ჩელენჯის გულისთვის არ შეიძლება ასეთი სისულელეების გაკეთება.